მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ დღეს ჩვენ გვექნება განხილვა რეტაის ჩამკეტი მექანიზმის დაშლა, აწყობა ცალსახად გაწმენდის შესახებ. ეს არის რეტაის ჩამკეტი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ესეთი კუდით. ეს კონკრეტული არის Air Control Extremis. არის ესეთი ვინმე და რამე. პირველ რიგში მინდა ვისაუბრო აი ამ თათიკის შესახებ, რომელიც ამ შემთხვევაში ნორმალური სიმძლავრითაა შიგნით ჩამაგრებული. მაგრამ არის რომ ხშირად კარგავენ ან იოლაძურება და ეშინიათ დაკარგვის. კიდევ ერთხელ ვიმეორდები, აი ამ ადგილას აქვს 6 კბილა ხრახნი. იმ 6 კბილა ხრახნის ზომისას ჩავყოფთ შიგნით და გვინდა მოუჭერთ, გვინდა მოუშვებთ. აი ამ ადგილას აქვს 6 კბილა ხრახნი, აი აქ, აი ამ ადგილას. ეს რაც შეეხება ამ თათიკს. ბიჭოს ისეთი მოჭერილია, რომ ვერ ვიღებ. მოვაძრე როგორც იქნა, კარგად დავეჭიდე და მოვაძრე. აქ გვიწერია რეტაი ინერცია პლუს. ავხსნით რა არის, როგორ არის და რანაირად არის. ამ თლიან მექანიზმს ქართულად ქვია ჩამკეტი მექანიზმი. რუსულად ეძახიან ეგრეთ წოდებულ zatwors. აი ეს ჩამკეტი მექანიზმი შედგება ესეთი მბრუნავი თავაგისგან, ორი კბილით, რომელი ორი კბილითაც დატრიალების შემდეგ ესეთნაირად იკეტება ლულასთან მიმართებაში. აი ნახევარ ბრუნი აქ რო იტყვიან. და ესე ორი კბილით არის განოდებული ლულაზე, რომ უკან დარტყმის დროს, ანუ არ გაქანდეს ეს უაზროდ და არ მოგხვდეს კბილებში მარტივად რო ახსნათ. ეს არის მბრუნავი თავაკი, ჩამკეტ მექანიზმზე არსებული. ეს არის პირველი საექსტრაქციო კბილი, რომელსაც გამოაქვს, ასე რომ ვთქვათ, სავაზნიდან ცარიელი მასრა. და შემდეგ ამ გვერდზე ლულაზე ინტეგრირებული, ლულის უკანა კუდზე ინტეგრირებული მეორე საექსტრაქციო დაზამბარებული კბილი გვხვდება. იქ ქუსლის ჩამორთქმის დროს ვარდება გარეთ ცარიელი მასრა. ეხლა ამის დაშლაზე არის ხოლმე ერთი ამბავი, რომ როგორ დავშალოთ, რა გავაკეთოთ, არ ვიცით და ასე შემდეგ. ეს არის ორი ღეროსაგან, აი ერთი და მეორე. პირველი ქვედა ღეროთი არის ეს კუდი, მიმაგრებული აქვს, რომელიც ესეთნაირად მოძრაობს. მეორეთი არის დაჭერილი ნემსა. თუ ნემსას არ გამოვიღებთ, ეს არ ამოვა აქედან და ეს თუ არ ამოვა აქედან, ავტომატურად ესეც ვერ გავა აქედან და ანუ ვერ მოხდება დაშლა. ამიტომ აი ეს უნდა გამოვაძროთ. ეს არის პატარა ღერო რკინის, რომელიც არის შიგნით და აი ამ ადგილას ხო ხედავთ აი ესეთი აი ეს დიდი რკინის გარსი ხო არის ძირითადი ტანი რაც არის. მაგრამ შიგნით უყურე კიდე გვერდებზე როგორი რკინის გარსია. ეს არის ოდნავ დაკერნილი იმისთვის, რომ ეს შიდა ღერო თავისით არ ამოვარდეს. ბევრზე ამ ბოლო დროს იყო შენიშვნები, რომ ეს თავისით გამოდისო, ესე რომ დააყირაო, ვარდებაო. ამ შემთხვევაში ეს დაკერნილია და არ ვარდება. და თქვენ შემთხვევაში შეგიძლიათ, რომ ეს გვერდიდან დაუკერნოთ კუთხე ოდნავ და всё, ის არსად არ გამოვარდება. ესეთ დაშლილ მდგომარეობაში რომ არ დაგეკარგოთ ეს პატარა რკინის ღერო, თორე როდესაც ეს თოფში არის აწყობილი, აქეთ ამ მხრიდან
ლულის გეჯაში როცა ზის უკანა ლულის უკანა ტანში ასე რომ ვთქვათ შანსი არ აქვს ეს რომ გამოვარდეს და სათმე დაგეკარგოთ კიდაც მასე მარტივად ვარდებოდეს მაგრამ თუ არ მოგწონთ მასე აი უყურეთ როგორი პატარა რკინის რგოლი აქვს კიდე შიგნით ძირითადი ტანის შემდეგ და მერე ზის ღერო რო არ დაგეკარგოთ ეს დაუკერნეთ რამე ამისი ზომის ჩადეჩიგა და 1-2 ჩაქუჩი დაარტყით რომ აქ რაღაცა ის გეომეტრია შეიცვალოს რომ ის გარეთ აღარ გამოვარდეს. ეხლა ჩვენ ნახოთ ამისი დაშლა და გაგაცნოთ შიდა დეტალებს. ხო, ამისთვის გვაქვს ესეთი ასე რომ ვთქვათ დამჭერი, მაგრამ შეგვიძლია რომ ნებისმიერ რამეზე დადებით ეს გვერდულად ესე დავიჭიროთ და რამე შესაბამისი ღეროს, სიმსხოს ღეროს დაკაკუნებით ოღონდ აქეთ ამ მხრიდან უნდა დაუკაკუნოთ, გაძრობის დროს აქეთ ამ მხრიდან უნდა გავაძროთ ამ მხარეს ორივე ღერო და დადებითად შეგვიძლია როგორც მოგვიხერხდება, ვისაც რის საშუალება გვაქვს შესაბამისი სიმსხოს ღეროთი. ეხლა ეს ჩვენ ჩავამაგროთ, ჩვენ შემთხვევაში ვიზავთ ესეთნაირად, ჩავამაგრეთ დამჭერში, რუსულად ეგრეთ წოდებულ ტისკში. ეს არის სპეციალურად დარეზინებული საიუველურო სამუშაოა, შეგვიძლია ამის გეომეტრიების ცვლა ყველა მიმართულებით, ყველა პოზიციაში, როგორც ჩვენ გაგვიმარტივდება მუშაობა. და მორეზინებულია, რომ აქ რაღაცები ზედმეტად არ დავხაჭნოთ, არ დავხაწროთ და არ გავაფუჭოთ. ესეთნაირად დამაგრდა გვაქვს ესეთი კარგი ნაკრები, რომელიც როგორც იქნა ვიშოვე, შეიძლება ასე ითქვას, როგორც იქნა ვიშოვე, ვეძებდი ძალიან დიდი ხანი, ხან ბევრგან იყო, ხან მერე აღარ იყო, ხო და მოგლეთ როგორც იქნა ვიშოვე. სადღაც 100 თუ 120 ლარი მივეცი აი ამ ნაკრებში, რომელიც ნაკრებიც მოიცავს თავის თავში ესეთი ჩაქუჩს, რომელიც ჩაქუჩსაც აქვს ლატუნის დამტყმელი ნაწილი, აქვს რკინის დამტყმელი ნაწილი, აქვს პლასმასის დამტყმელი ნაწილი და აქვს რეზინანარევი პლასმასის აი რბილი დამტყმელი. ანუ ეს მოეშვება, ესეც მოეშვება და მე დავაყენებ თუ რამე საიუველურო სამუშაო გაქვს. შესაბამისად, აქ გვაქვს ყველა ზომის ზედვე აწერია ზომები, ყველა ზომის და ყველა მილიმეტრის ესეთი რკინის ღეროები, რომლებიც გამოიყენება მსგავს საიუველურო სამუშაოებზე და ამ რკინის ღეროების გასაგდებად. კიდევ გვაქვს ესეთი წვრილი რკინის ღეროები, ახაც ზომების ყველაზე გვიწერია, რომელი რამდენი მილიმეტრიანია. აქეთ გვაქვს ესეთი ორნაირი თავით და გვაქვს ამავდროულად აი პლასმასის ღეროებიც. თვითონ ესენი არის პლასმასის ღეროები. ანუ სულო და გულო რა გინდა. ხო და მოგლეთ ეხლა 100 თუ 120 ლარი მივეცი მოგლეთ ამ კომპლექტში და ძალიან კარგი კომპლექტია რა. ვეძებდი ძალიან დიდი ხანი ესეც სრულყოფილ კომპლექტს და ხომას მადლობა მივაგენთ. კაი, ეხლა გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა ჩვენ. ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენებთ ესეთი ლამაზი ჩაქუჩი, აი მარტო ამისთვის მოგინდება ესეთ რაღაცეებზე მუშაობა. ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენებთ ჩაქუჩს და 2.4 დიამეტრი, აი 2.4 დიამეტრის ღერო მიდის ზუსტად ამაში. ოდნავი ადგილიც რჩება. ეს რამდენიანი გვაქვს? ესეც 2.4-ია და ეს რამდენიანია? ეს არის 3.2. 3.2 დიამეტრის უკვე აღარ მიდის.
მაქსიმუმ წავიდეს 2.5 დიამეტრის, ანუ 2.5 მილიმეტრიანი დიამეტრის ზომა მაქსიმუმ წავიდეს აქ. ბოდიშს ვიხდი ესეთი თითებისთვის, აქერცილი და ქერცილი თითებისთვის, მაგრამ შრომელი ადამიანი ვარ და სხვანაირად არ გამოდის. კარგი, დავიწყეთ. დავდეთ აქ, მოვუკირეთ ეს ძლიერად და დავაკაკუნოთ. აჰა, წაიღო, მე ესე უკან ნემსის ადგილას დავადებ თითს, რახან ვიგრძნობთ, რომ ეს წაიღო, რომ ეს ნემსა ეკედან ის რომ გაძვრება, ეს ამას რომ ამოიღებ, ესე გაფრინდება და დაგიფანტება ნაწილები. ამიტომ ესე თითს დაუნაცვლებთ. და თითითვე ვიგრძნობთ, ესეთნაირად ამოვიღებ და შევამოწმოთ. აჰა, გათავისუფლდა. იმ ღეროს ბოლომდე გაძრობა არ არის ბატონო ჩემო საჭირო. იდეალური რამეა რა. აი, მოვუშვოთ ახლა ჩვენ ეს, რომ აგიხსნათ აქ ყველაფერი რა, როგორ და რანაირად არის. აი, მივიღეთ ესეთი რამე. ანუ ეს ღერო გამოვიდა აქედან. ჩვეულებრივ. არ არის სავალდებულო ამისი ბოლომდე გამოძრობა. მთავარია რომ ნემსის მონაკვეთი გამოვიდეს. ნემსა თავისი ზამბარით. ეს არის ნემსა თავისი ზამბარით. აი, ამ მონაკვეთში არის შემოსული ის ღერო, ანუ ესე გადადის, რომ ეს უკან ვერ გამოძროს და წინაც რამეტანი არ შევარდეს. აი, ეს ზამბარა არის, რომელიც უზრუნველყოფს ამ ბრუნავი თავაკის წინ უკან ტრიალს. აი, ესეთ რაღაც. აი, ხო ჩამოვწი. ახლა გაჩერდა აქ, მაგრამ ეს ზამბარა რო იჯდეს, ავტომატურად გავიდოდა თავისი წინ. აი, ამას უზრუნველყოფს ეს ზამბარა. და უზრუნველყოფს იმას, რომ დარტყმის დროს, როდესაც წინ დაარტყოს, მერე ისევ დაუბრუნდეს თავის პოზიციას უკან. აი, ამ ორი რაღაცისთვის არის მოკლედ ეს ზამბარა. ეხლა წმენდას, რა ვიცი, ესეთ რაღაცები რომ უნდა გავწმინდოთ, მგონი არა ახალია და ამაზე ცალკე საუბარი არ არის, თუმცა ყველა თოფის გასროლაზე საჭირო არ არის. წელიწადში ერთჯერ მინიმუმ და დატვირთვის და დაბინძურების შესაბამისად რამდენჯერაც საჭირო იქნება. ნემსა და თავისი ზამბარა. ესე გამოიყურება ესე. ახლა გავაგრძელოთ დანარჩენი საქმეც. შემდეგ აი, რო გეუბნებოდით, თუ ამას არ ამოვიღებთ, ეს არ გამოვა წინ. ეს არის მიმმართველი, ეგრეთ წოდებული და ამავდროულად თავაკის დამჭერი. აი, როდესაც ჩვენ ამას თავის ადგილას ვაყენებთ, ბევრს ეს გონია რაღაც საატვერკეო და რა სჭირდება ეს საატვერკეო. ეს საატვერკე კი არ არის, არის მიმმართველის ნიშნული, რომ თავთან მიმართებაში უნდა იდგეს პარალელში, ანუ ჰორიზონტალურად უნდა იდგეს, რომ ამას შიგნით აქვს ნახრეთი და იმ ნახრეთში მერე გაიაროს ნემსმა. რო აიწყოს სწორად, ამას თუ გვერდულად ჩააყენებთ, ნემსას ვერ ჩასვავთ შიგნით და შესაბამისად ვერ აწყობთ მექანიზმს. აი, ამოვიღეთ ნემსისა და ბრუნავი თავაკის მიმმართველი დავარქვათ ამას. აი, ესეთი ნახრეთი აქვს და ამ ნახრეთის შესაბამისია ეს ზოლიც. უყურე, აი, ზოლი გადის ასე და ნახრეთიც გადის იმის პარალელურად. ესეც გავწმინდოთ. ეს მესამე დეტალი. ეხლა გამოვიღოთ ჩვენ ბრუნავი თავაკი აქედან. უკვე გამოვყვება
აი ეს არის ბატონებო მბრუნავი თავაკი, ეს დეტალი. მოდი ამასაც შევწმინდა. რომელი მბრუნავი თავაკიც რეტაისაც, ატანეოსაც, ეგრე რო ვთქვათ, ბენელსაც და ნებისმიერ ინერციულს, რომელსაც ეს მბრუნავი თავაკი უყენია, 99% არის ერთი და იგივე. რო გადაიტანო ერთი მეორედან, ჩვეულებრივ წავა. და ჩვენ შემთხვევაში ინერცია პლუს, რასაც ეძახიან, არის აი ეს ზამბარა არის ინერცია პლუსი. ეს არის სხვა თავაკებისგან განსხვავებული. აი როგორი ნაჭდევი აქვს და ამ ნაჭდევში ზის ეს ზამბარა. აჰა. აი ეს არის ინერცია პლუსი. აი ეს მოიგონა რეტაის წარმომადგენლობა და აი ამის მოგონების გულისთვის, რომელიც აიძულებს მბრუნავ თავს ლულასთან მიმართებაში დაკეტვას, არის აი ეს დეტალი და ამ დეტალის მოგონებისთვის ეს ინოვაცია, ასე ვთქვათ, შევიდა ბოლო 50 წელიწადში ყველაზე ინოვაციურ გამოგონებად ინერციული სისტემის განვითარებაში. აი ამ რაღაცა ნალისებური ზამბარის ხარჯზე, რომელსაც დიდი ამორტიზაცია გააჩნია. აი ეს არის ბატონო ჩემო ეს ჩვენი მბრუნავი თავაკი და ინერცია პლუსი. ინერცია პლუსის ზამბარა. ესე იგი, რამდენი დეტალი გვაქვს ახლა ჩვენ აქ? 1, 2, 3, 4, 5. ნუ ახლა ამისი დაშლაც შეიძლება, რა თქმა უნდა. იგივე ღეროთი აქედან გვაქვს ჩვენ შუაზე გაჭრილი ლითონის ფირფიტა მომრგვალებული, რომელიც ესეთ განშლას აკეთებს, შიგნით იჭედება და ამისი მოხსნაც შეგვიძლია, მაგრამ არ თვლის საჭიროს ამ შემთხვევაში. და ინერციული სისტემის გული და მამუშავებელი ქარხანა, ეს არის ინერციული ზამბარა. და დაგვრჩა ცარიელი ფუტლიარი ამ ჩვენი ჩამკეტი მექანიზმიდან. ეს არის ინერციული ზამბარა, რომელი ინერციული ზამბარაც უკუცემის დროს თავის თავში იგროვებს ენერგიას, ანუ ეს დაკეტილ მდგომარეობაში არის მიდებული აი ამ მბრუნავი თავაკის უკანა ნაწილზე და როდესაც მოდის უკუცემა, ეს გადმოსცემს ინერციულ ზამბარას ენერგიას, ამისი შეკუმშვა ხდება და რა კი ეს შეიკუმშება და აქეთ აი ამ ჩამკეტი მექანიზმის უკანა ტანზეც მიბჯენილია, წინა ტანზეც მიბჯენილია და ანუ ამ თავმა რო დაკრდა ეს ენერგია რო გადმოსცა და შეიკუმშა, უკვე ეს წინ ვერ წავა და ამ მექანიზმს აქვს უკუნსვლის საშუალება და მაგის ხარჯზე ამ შეკუმშული ზამბარის გაშლის ხარჯზე ხდება მთლიანი სისტემის დაძვრა, წამოღება და გადატენვა იმ პრინციპით, რაც ვიცით ინერციული ზამბარისა და მექანიზმის მუშაობის შესახებ. ეს არის გული. ამის სიხისტეზეა დამოკიდებული, რამდენად რბილ ვაზნებს გადაგიტენით თოფი და რამდენად მაღალგრამიანებზე გადატენის კიდე. ამის სიხისტეზეა დამოკიდებული და არა მარტო ამისა, მაგრამ მთავარ როლს მაინც ეს თამაშობს, ასე რო ვთქვათ. და მე სხვა დროს გაჩვენებთ სხვა კიდე რაზეა დამოკიდებული გადატენვის სირბილე, ანუ დაბალი ვაზნების გადატენვის პრინციპი. პირველი არის ეს და სხვა დანარჩენი მომყოლი და იმას სხვა დროს განვიხილავთ.
აი ეს არის ბატონო ჩემო მთლიანად ჩვენი ინერციული სისტემის ამან ჩავარ 1 2 3 4 5 6 7 8 კაი 9 მე-10 კვილი მე-11 კუდი და მე-12 კიდე ამ კუდის დამჭერი შტირი სწორად დავითვალე 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 და მე-12 თავად კვილი აი ეს არის მთლიანად ჩამკეტი მექანიზმი ინერციული სისტემისა რომელზეც მოდის თოფის მუშაობის ხარისხი. კაი, ეხლა ეს ჩვენ ავაწყოთ ისევ, ეხლა აღარ ვილაპარაკებ, თანმიმდევრობას ხელებში უყურეთ და დაიმახსოვრეთ, ასე რომ ვთქვათ. მაინც ვისაუბრებ, ვერ გავაჩუმებ ფენას. პირველი, ვსვავთ ინერციულ ზამბარას თავის ბუდეში. შემდეგ ვსვავთ აი აქ გამოვდებთ ინერციული ზამბარის ინერცია პლუსის ზამბარის კბილს აი ამ კავზე და შემოვატარებთ თავის ტანზე და ესე მარტივად ჩახდება ეს ზოგ თოფზე ძალიან რბილადაა და ეს ხელს რო გავუშვებ თავისით ვარდება ზოგზე პირიქით ცოტა ხისტი დაწოლა უნდა რომ აქ შემოხდეს და რომელსაც ხისტი დაწოლა უნდა იმაზე ამბობენ რომ მაღალი გრამების გადატენვაც კი უჭირს ხოლმე ანუ ისეთ რაღაც წინააღმდეგობას ქმნის ეს და ამის მოშვების საშუალებები არის ხოლმე რა ეხლა ამას ძალიან ნორმალურად აყენია ზედ არც ვარდება და არც მყარად არ არის შემდეგ შეგვაქვს ეს თავის ადგილას ესეთნაირად შემდეგ ესე გადავატრიალებთ რომ ეს გამოჩნდეს ხვრელი და აი ამ მიმართველს ნემსისა და ინერციული მბრუნავი თავაგის მიმართველს აი ესეთი პარალელით როგორც ვთქვით ჰორიზონტალური პარალელურობით ჩავსვავთ ამ ადგილას შემდეგ წამოვაცმევთ ნემსაზე თავის ზამბარას და ამ ზამბარას შემოუშვებთ უკანა ნაწილში. აჰა ბატონო. შემოვიდა ეს ზამბარა უკანა ნაწილში. ამას დავიკავებთ თითით ჩაწეულ მდგომარეობაში. შიგნით და აქეთ ამ ხრიდან ესეთნაირად პირდაპირ შეგვიძლია ეს წაუკავკუნოთ სანამ არ დაიჭერს. აჰა, უკვე დაიჭირა. შემდეგ შეგვიძლია ეს გადმოვატრიალოთ და ანა ესე დავიყვანოთ, ან ისევ საიუველირო ღეროებით დავუკავკუნოთ. მოდი ჩვენ ახლა გვაქვს ეს ბედნიერება დავუკავკუნოთ პროფესიონალურად. მარტო ამ რაღაცების გულისთვის მოგინდება ესეთი პროფესიონალური რამეების კეთება. ავიღოთ ისევ ეს ღერო, ან უფრო განიერი ღერო, რო არ დაგვისხლდეს, მაგალითად აი ეს, დავადოთ და დავუკავკუნოთ. თავად ეს ღერო, რაც ამაშია გაყრილი, დიამეტრით არის 3.9 ანუ 3 მმ ნახევარი დიამეტრისა დაახლოებით. მაგრამ უკრინდან აქვს წვრილი შემოსასვლელი, რომ მეორე მხარეს არ გავარდეს ეს. აბატონ, ჩავიდა ეს თავის ადგილას, საკმაოდ მჭიდროდ წავიდა. ამ შემთხვევაში აქ კერნს ეს არ საჭიროებს, მაგრამ თუ მან და მაინც დაისაჭიროა, ავიღებთ კიდე უფრო ერთი ზომით ესეთ ხელსაწყოს. დავატებთ ამ ადგილას და 1 2 всё, დაიკერნა. მორჩა დამთავრდა.
აღარც ამოვარდება, აღარც გადავარდება. შემდეგ მოვუშვებთ ამ ყველაფერს ბატონო ჩემო და ჩავსვავთ თათიკს. ჩამკეტი მექანიზმის თათიკს. всё. გაეწყო თავიდან ბოლომდე. თავიდან ბოლომდე გაეწყო ჩვენი ჩამკეტი მექანიზმი. აი, ამას ვგულისხმობთ. წევან ხო ეს ერჩებოდა ეს. გავუშვებ ხელს ახლა წინ მიდის. აი, ნემსაზე არსებული ზამბარა აკეთებს ამას. ერთგვარ მიბჯენას აკეთებს უგნიდან. აი, ამ ინერცია პლუსის მთელი მუშაობის პრინციპი არის ეს. აი, როგორ დაცოცავს აქ ანუ აიძულებს ამ თავაკს რაკი წინ მიდის, აქ შეხებაში მოდის და აიძულებს რომ აქეთ წამოვიდეს. აი, აიძულებს რომ აქეთ წამოვიდეს და გინდა არ გინდა დაიკეტოს. ეხლა ჩვენ ამას ვამოძრავთ, თორე რეალურად ხო ეს მექანიზმი მოძრაობს. აი, მიებჯინა ლულას, მივაწექით და ეს გადმოიჭიმა და აიძულებს რომ ესეც გადმოტრიალდეს და ჩაიკეტოს ეგრეთ წოდებულ კბილების ჭრილებში. აი, ეს არის ინერცია პლუსი. ჩამკეტი მექანიზმის დაშლა აწყობა სრულყოფილად თავისი სახელებით გავიარეთ. კარგად იყავით, სიკეთეს გისურვებთ და მერე ვნახოთ კიდე სხვა მსგავს ვიდეოებსაც შემოგთავაზებთ სურვილის სამეფრ, თქვენი სურვილის სამეფრ.